როგორ და რაზე გვესაუბრება მხატვარი. ერთ-ერთ ვიდეოში ჰარმენ შტეინვიკის ნამუშევრის მაგალითზე უკვე ვისაუბრეთ ვანიტასისთვის სახასიათო სიმბოლოებსა და მათ მნიშვნელობაზე. შეგახსენებთ, რომ ვანიტასი ნატიურმორტის ერთ-ერთი სახეობაა. ვანიტასი ლათინურად ამაოებას ნიშნავს. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რისი თქმა სურს კონკრეტულ მხატვარს ამა თუ იმ სიმბოლოს გამოყენებისას, გამოსახვისას. თუ ყურადღებით დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითქმის ყველა აქ წარმოდგენილ ნამუშევარში გამოსახულია თავისქალა. თავისქალას გამოსახავენ იმიტომ, რომ შეგვახსენონ, სიკვდილი გარდაუვალია. ხშირად გამოსახავენ დამჭკნარ ყვავილებს, გადამწიფებულ, დამპალ ხილს, დაფნას, მაგალითად დაფნის გვირგვინს, ნიჟარებს და ყველაფერ ამას თავისი დატვირთვა აქვს. ნამუშევარში გამოსახული მაღალი სოციალური სტატუსის მაჩვენებელი სიმბოლოები, ძალაუფლების სიმბოლოები, ძვირფასეულობა, მათ შორის ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ნივთები, სამკაულები, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში აქვს ადამიანს და ისევე როგორც სხვა მრავალი რამ წარმავალია. ზემოჩამოთვლილის გარდა ამგვარ ნამუშევრებში შეიძლება ხშირად შეგვხვდეს ჩამქრალი სანთელი ან ლამპარი, ნიშნად ადამიანის გარდაცვალებისა. ნამუშევრებში წარმოდგენილი ბანქო, კამათელი, ჭადრაკის ფიგურები ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადამიანმა ამ ქვეყნიური სიამოვნების, წუთიერი გასართობის, არასწორი ფასეულობების გამო შეიძლება ფუჭად გალიოს სიცოცხლე. ხშირად გამოსახავენ სარკეებს, მინის ბურთებს, ცარიელ ჭიქებს, დამტვროულ ჭურჭელს. თეთრი ფაიფური სისუფთავესთან, სისპეტაკესთან ასოცირდება და ადამიანის სულის სიწმინდეს, სიფაგიზეს სიმბოლირებს. ასევე გამოსახავენ დაცარიელებულ ქალაქებს, შენობის ნანგრევებს, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი წარმავალია და ერთ დროს სიცოცხლით სავსე დიდი ქალაქები, დასახლებული პუნქტები, შენობები შეიძლება თვალის დახამხამებაში განადგურდეს. საპნის ბუშტები გამოისახება ნიშნად იმისა, რომ არავინ იცის, როდის მოვა ჟამი აღსასრულისა. ამავდროულად მათი გამოსახვით სიცოცხლის ხანმოკლეობაზე ხდება აქცენტირება. აქვე გავიხსენოთ ძველი რომაელი მწერლის მარკუს ტერენციუს ვარონის ცნობილი ფრაზა. ადამიანი საპნის ბუშტია. მხატვარი, რომელიც საპნის ბუშტებს გამოსახავს, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სიკვდილი მოულოდნელად შეიძლება ეწვიოს ადამიანს. და სულ ბოლოს განვიხილოთ ნიღაბი. ნიღაბი წარმოდგენილი შეიძლება იყოს ნიშნად იმ როლისა, რომელიც ადამიანმა წარმავალი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება ერთხელ ან რამდენჯერმე მოირგოს, დაკარგოს ჭეშმარიტი სახე, ითვალთმაქცოს საზოგადოებაში.